მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის ურბანის დაბადების დღე, 3 წელი შეუსრულდა და მთელი სტაფი აღსანიშნავად ეხლა მივემართებით ლაგოდეხში და მანქანებით უკვე დაიძურნენ ისინი და ორი თანამშრომელი მივდივართ მოტოციკლეტით. ხო და წავედით. ლაგოდეხამდე მიჩვენებს 3 საათს გზას და რეალურად რა დროში ჩავალთ მაგას ვნახავთ. დიდი ალბათობით რამდენჯერმე გავჩერდებით დასასვენებლად, მაგრამ მაინც ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში სულ წვიმა იყო, ასევე ლაგოდეხშიც წვიმები იყო გამოცხადებული და ბოლო დღემდე ფიქრობდით, რომ ჩვენც მანქანით წავსულიყავით, მაგრამ დღეს დილით რომ მზე დაგხვდა, ისე გაგვიხარდა, რომ რა მანქანა არის მანქანა, ეგრევე გავამზადეთ მოტოციკლეტები, დავსხედით და წამოვედით. ეხლა 10 წუთის წინ გავწმინდე ცეპი და დავიზარით პირდაპირ ლაგოდეხისკენ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე სურვილი მაქვს ლაგოდეხში ჩავსულიყავი მოტოციკლით. კახეთში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, სიღნაღში ვარ ჩასული და ძალიან სასიამოვნო კარგი გზები არის და ძალიან მომწონს ეგ გზა, ასე ვთქვათ. ხო და ლაგოდეხში არ ყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს როგორი გზა არის სიღნაღიდან ლაგოდეხამდე მიმავალი გზა რაც არის და ეხლა გავვლით მაგ ყველაფერს და ძალიან მიხარია, ესეთი კაი ამინდი რომ დაგხვდა. წვიმა იყო გამოცხადებული ცოტა, მაგრამ იმედია არ იწვიმებს, იმიტომ რომ ძალიან მოწმენდილიც არის. იმედია კახეთშიც ესეთი მოწმენდილიცა დაგხვდება და კარგი ამინდი. ქალაქი და რო გადიხარ უკვე რო იცი რომ უნდა გახვიდე უკვე გიხარია და რო გადიხარ უკვე სასიამოვნო შეგრძნება, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურობა ერთი და იგივე ამ ქალაქში ერთი და იგივე გზებზე მოძრაობა ძალიან მოსაბეზრებელია და რაღაც ახალ გზაზე რომ მიდიხარ, ბევრად სასიამოვნოა. თან დიდი ხანია კახეთისკენ არ ყოფილვარ, შარშან ვიყავი, მე მგონი ამ დროს, ანუ 1 წელი გავიდა უკვე რაც კახეთში არ ყოფილვარ და ძალიან მომატრებული მაქვს ეგ გზები. სუგრიკო, ჩუგო. ხელს გამოვწოდი მოსაფერებლად, მაგრამ მიკმეს ალბათ. ესაც ჩემი თანამშრომელი, რომელიც მიდის ბენელით. დაბალი კუბატურა, მაგრამ არ მეჩქარება არსად, ერთად ვივლით. სხვათა შორის ქალაქებში ზრომიალი უფრო კარგად გამოზდის იმას ვიდრე სპორტბაიკით და საცობებში გამასწრებს ჯიგარი, მაგრამ როგორც კი ტრასას მივუახლოვდებით, აზრი არ ექნება, მაგრამ რა თქმა უნდა მაგას არც ვიზავ, ხა რა აზრი აქვს ესეთ დაბალკუბატურიან ზრავთან ჩაჭერას. მანევში ფაქტია მასწრებს და ძალიან წინ წავიდა ჩემზე. ჩამოვედით, რა გასაკვირია რომ მანქანით ვინც მოდის იმათ დიდი ხნით გამოვასწარით და ველოდებით ახლა ისინი სანამ ჩამოვლენ ჩვენ შევალთ დავათვალიერებთ თუ რა ხდება, რა სიტუაციაა.
ჩანჩქერზე ფიქრობდით წასვლას და ნახოთ აი აქ იქნება ხა დაჩვენები ჩანჩქერზე რა დრო ჭირდება და მაგის მიხედვით მე გადავწყვეტთ. ესე იგი როჭოს ჩანჩქერის ბილიკი მანძილი 10 კილომეტრი, ლაშქრობის ხანგრძლივობა 4-5 საათი. ნუ მაგას მოვიფიქრებთ. ალამაზი ტბა, შავი კლდეების ტბის ბილიკი მანძილი 42 კილომეტრი, ლაშქრობის ხანგრძლივობა 3 დღე. ცხენით ლაშქრობის ხანგრძლივობა 3 დღე, არ 3 დღე რო გზაში ხარ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ნუ ძალიან ლამაზია. წავიდო და კაცი ბაიკით. მოკეთ ახლა მივალთ კოტეჯებს ნახავთ და გავარკვევთ თან. შეიძლება თუ არა კოტეჯთან მოტოციკლეთის მიყვანა, რომ აქ შუაგზაში არ დავტოვოთ. წავედით. ესე იგი დავაბინავეთ ჩვენი გოგოები. გვინდოდა კოტეჯში შეყვანა, მაგრამ უარი გვითხრეს არ შეიძლებაო. და ეხლა გამოვედით, წვადი უნდა შევწოთ, მოვასწროთ სანამ წვიმა წამოვა, იმიტომ რომ ხედავთ როგორი ღრუბელია. და ვცდილობთ რომ მოვასწროთ, მაგრამ გასასვლელს ვერ პოულობთ. მეგონი ბევრი არ უნდა დამელია. რაც ჩამოვედით, მოკლედ ერთი ჭიქაც ცოტა გავხურდეთო და გახურებაში ცოტა მე მგონი შევთვერით და როგორ შევწოვთ ეხა მწვადს და რანაირად ჯერ არ ვიცი. წევან გვითხრესო, შეშა არ არის აქო და შეგიძლიათ წალამი იყიდოთო რა და აი ყველგან შეშაყრია, რა შეშა არა. ტყეში ვართ ჩვეულებრივ. აქ უნდა შევწვათ მწვადი და ირგვლივ ყველგან ესეთი ძველი ტოტები ყრია გამხმარი, რომელიც კარგად იწვის. და ეხლა დავანთებთ ცეცხლს მოკლედ აი ამ ლამაზ გარემოში. ეხლა ვცდილობთ რომ ცეცხლი ავანთოთ, ფოთლებს წაუკიდოთ, იმიტომ რომ ქაღალდი არ აქვს, არაფერი არ აქვს. ძალიან ორგანიზებულად წამოვედით მოკლედ. სულ რაღაც ცეცხლის ასანთების საშუალება დაგვავიწყდა, შამფურები დაგვავიწყდა, სამწვადე ბოლო წუთებში გაგვახსენდა და ვიყიდეთ, ოპერატორი მყავს, არ ვიცი. შენს გარდა ყველაფერს გადაუღო. მოკლედ რაც ვილაპარაკე, იქ ხო გახსოვთ. ამ კადრებს დავასვამ მე. არ ინთება რა. გითხარით არ შეიძლება ჯერ მწვადი შევწვათ, მერე დავლიოთ თქო. არაო, ჯერ დავლიოთ, ჯერ დავლიოთო. დავლიეთ და იყავით ეხა უმწვადს. რა სილამაზეა შეხედეთ. ძალიან ლამაზია აქაურობა და სასწაული ჰაერია. აქ დინარე ჩამოდის, წინ გვაქვს მაყალი, სადაც ეხა ცეცხლი ავანთეთ და ცოტა ხანში მწვადს შევწვავთ და ცოტა ზემოთ არის ჩვენი კოტეჯები. ეხა სანამ ბიჭები ცეცხლს მიხედავენ, მე ავალ კოტეჯებში ავხედავ სამწვადე რას შვება. გავამზადებ, შამფურზე ავაგებთ და დავიწყებთ უკვე მწვადის შეწვას. აი ძალიან კაი გარემოა მართლა. ძალიან ლამაზი ადგილია. ეხლა გაჩვენებთ ცეცხლი რა მდგომარეობაშია და კოტეჯები როგორ ჩანს ჩვენ. აქ ყველაფერი სველი იყო, მოკლედ, იმიტომ რომ წინა დღეებში წვიმდა და ცოტა გაგვიჭირდა ცეცხლის ანთება, მაგრამ მაინც ავანთეთ ესე გიზგიზებს. აი და წინ არის ჩვენი კოტეჯები ეხლა ავალ. სამწოდეს წამოვიღე. შაბათ კვირას რო გახვიდე ადამიანი და განიტვირთო, მაგისთვის იდეალური ადგილია ჩემი აზრით. მოტოციკლით გზაში ძალიან კარგად გაერთობით და აქ ხო საოცარი გარემო დაგხვდებათ. როგორი შავი ღრუბელი ჩანს წინ და ჯერჯერობით აქეთ მზეა. იმედია მოვასწრებთ მწვადის შეწვას და მერე გაწვიმდებათ, არა? ძალიან ცუდი იქნება შეწვის დროს რომ გაგვიწვიმდეს. ჩვენი გოგონები აქ დგანან. ალამაზებენ აქაურობას. აი ამინდია ჯერჯერობით. მოვედით ახლა კოტეჯებში. ჩვენი უხუცესი პოზიორობს ახლა როგორც ყოველთვის. სადღაცას დადგება ხოლმე გადამიღეო და ეხაც ვლოგს ვიღებ. ეს გეცნობათ ხო უფასო მუშა რო არის წინა ვლოგებით.
აი, პირველად ნახეთ ვწვადი. გამოვიწეროთ გაბრიელი მერაბიშვილის არხი, YouTube არხი. აი, რაზე? ავტო აურა. მოტო შეჩემ, ავტო არა, ველოსიპედი კიდე იგი. მოტო აურა. მოტო აურა. აი, არხი. მარილი მოაყარე ჭამე. აი, არხი. გამოვიწეროთ ყველა. მოიჭრეთ. ალბათ სახეზე მეტყობა, გუშინ როგორი საღამოც ქონდა და რამდენიც დავლიეთ და ეხლა დილით ნაბახუსებზე გადავწყვეტეთ, რომ ბუნებაში გავისეირნოთ და უბრალოდ დაგათვალიერებინებთ, რა სილამაზეა საბუნყოფებით ეხლა მდინარის პირას. ჩანჩქერი აქედან არის 8 კილომეტრში და იქ ვერავალთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ წვიმდა გუშინ და სველია, ტალახია, საშინელებაა მოკლედ აქსიარული, მაგრამ ცოტას გავისეირნებთ და ვნახავთ, დავათვალიერებთ აქაურობას. იმედი ახალ ჩავარდები. დავახც. როგორი მშვიდი გარემოა, ვერ აგიხსენებთ. მარტო მდინარის ხმა და ჩიტების ჭიკჭიკის ხმა რო ისმის მეტი არ. შიხში მოვიქეცით უკვე ყველა მხრიდან მდინარეა და წინ აღარ არის გზა უკვე მოგვიწევს უკვე მეტრიალები და წასვლა ამისევში და მზემ გამოენათა რამდენი კარგი ამინდი იქნება დღეს. შაბათ კვირას უნდა მოუწყო ადამიანმა შენ თავს ესეთ დასვენების და განტვირთვის დღე და გახვიდე ქალაქიდან, აი ესეთ გარემოში მithumedes ძალიან დაისვენებ განეკურთები რაღაც არსებული პრობლემები დროებით მაინც გადაგვაუწყდება და ძალიან კაია ხოლმე გირჩევთ რომ ესე გახვიდეთ სადმე საქართველოს გვაძლევს იმ საშუალებას რომ სხვადასხვა კუთხეები მხარეები დავათვალიეროთ, ძალიან ბევრი ლამაზი კარგი ადგილები გვაქვს. შეგვიძლია ესე ნელ-ნელა მოვინახულოთ ხოლმე. მithumedes თუ მოტოციკლეტი გყავთ, ბევრად მარტივად და ბევრად მალე ჩახვალთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. თან საკმაოდ პატარა ქვეყანა გვაქვს და საკმაოდ მარტივად და მალე შეგვიძლია რომ შემოვიაროთ ყველაფერი. წავით. ეხლა დაგვპატიჟეთ ღვინის დეგუსტაციაზე და გაჩვენებთ აი როგორ საოცარ ადგილას ვართ. ძალიან სილამაზეა და ეხლა თან ჩემი თანამშრომლების რაოდენობასაც გაჩვენებთ თუ რამდენი ვართ. 24 ადამიანი ვართ ჩამოსული და ეხლა უნდა ავიდეთ ღვინის დეგუსტაციაზე. ეხლა უნდა დავაგემოვნოთ და თან გვასწავლეს როგორ უნდა დავაგემოვნოთ. ანუ პირში ჩაიგუბე, გამოივლე კარგად და რო დავლე მერე ცურიდან გამოვუშვი ჰაერიო და ნახოთ აბა გემოვიდი რომ კარგად შეიგრძნო. ესა 18-ნი იყავ, ხო ესე არის? ესა ყველას აქვს ბაკლე მაგით ვიტვლი. ვინც მიირთვით ჩიქა შევინახეთ და წავიდეთ რეზერვუარზე ჩამოვისვათ საფრთხე. ძალიან გემრიელია. ცხვირი და რომ უშვებ ჰაერს, მართლა ცხვირში გრძნով გემოვიდეს. ესე პირველად დავლია, პირველად გავსინჯე და ეგრე გასინჯე როგორც გითხრეს? გამოაღვარღვავე და რაკენი გამოაღვამღვავე? ეს არის 7 წლის ღვინო, აი ეს ღვინო. მადლობა.
აბა მოგზადით ვინც საერთოდ დაგის. ეხლა საფერავით დავაგემონოთ. აუ ძალიან კაი. აგვიმარჩს. ჩემო გამომწერება ყველას გაგიმარჩთ. ღმერთმა გამრავლოთ. მართობით 1000-ობით 100,000-ობით. აქ პარკის ქვეშ ესეთი ანტიკვარი ინახება და უბრალოდ შეგვახედეს. შიგნით რა არის, მაგრამ ბოლომდე ვერ გავხსენით. ახაც მეორე. ცალი თვალით შეგვახედეს მოკლედ. ესე არის შეფუთო. და ახლა შემოვედით ვენახში. როგორ არის მოულილი და რა ლამაზად არის გაკეთებული ყველაფერი. ძალიან კაი გარემო, არა, მე ძალიან მომწონს. ბევრისთვის ეს ყველაფერი არის ყოველდღიურობა და ყოველდღე ხედავს ამ ყველაფერს და შეიძლება ყელში აქვს ამოსული, მაგრამ ჩვენთვის ვინც თბილისში ვართ და სულ ერთ და იგივე გარემო, კორპუსები, მშენებლობა, ნანგრევები, იმ ყველაფრის ფონზე რო აი ესეთ სილამაზეს ვნახულობთ, ესეთ გარემოში გამოდივართ, რავი, ჩემთვის ძალიან დიდი განტვირთვაა და ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის ნახვა. ძალიან მომწონს. დილამშვიდობით მეგობრებო, დღეს არის ბზობა. დავიძარით მოკლედ ჩვენი კოტეჯებიდან, ეხლა შემოვიარეთ ტაძარში, სანთლის ანთება გვინდოდა, მაგრამ არ ვიცით არ ფუნქციონირებს თუ რა ხდება, დაკეტილი დაგვხვდა მოკლედ. და დავიძარით ეხლა თბილისისკენ და გზაში თუ შეგხვდება, თუ კი არა უცებად შეგხვდება სხვა მონასტერი, შევხვდით და დღევანდელ დღეს აღნიშნავთ, სანთელს დავანთებთ. ეხლა კი დავიძარით თბილისის მიმართულებით. ავტომობილებით წავიდნენ, 3 ავტომობილი მიდის წინ, 2 მე მგონი უკან ჩამოგვრჩა. ჯერ ეხლა გამოდიან, 2 მოტოთი მივდივართ. მოკლედ რო შევაჯამო ეს 2 დღე, ძალიან საინტერესო სახალისო გამოვიდა, კარგი განტვირთვა ჰქონდა მთელ სტაფს. დაახლოებით 24 თანამშრომელი ვიყავით ჩამოსულები. 24-ი არ მუშაობს ჩემთან, მაგრამ უმეტესობა თანამშრომელია და მათი მეორე ნახევრები, ვისაც ყავს მათთან ერთად არიან წამოსულები. კარგად განვიტვირთეთ, ვიხალისეთ, გავერთეთ. ვისიამოვნეთ ამ 2 დღით და ხვალიდან უკვე ორშაბათიდან ახალი შემართებით, ახალი ენერგიით დავუბრუნდებით სამსახურს. ესეთი გასვლები ხშირად არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ ვცდილობთ, რომ იუბილე აღნიშნოთ ხოლმე ჩვენი დარბაზის და უკვე მესამედ მოვაწყეთ ესეთი გამოსვლითი ტური. მე ძალიან მიყვარს საქართველოში მოგზაურობა. ეხლა ჯერ სიცივებია და ქვეყნიდან ვერ გავდივარ. ბევრჯერ ახსენე და უკვე ჩემმა მაყურებლებმა კარგად იცით, რომ ცოტა როგორც კი მოთბება, მაშინვე დავიწყებ ქვეყნის გარეთ სიარულს. ევროტურს გეგმავ და ერთი სული მაქვს, როდის წავალ, აი ვეღარ ვითმენ, ისე ძალიან მინდა. მაგრამ სანავე გიქნება, მინდა საქართველოში შემოვიარო, სხვადასხვა კუთხეები, მხარეები დავათვალიერო და გაგიზიაროთ, გითხრათ თუ რამე გვაქვს სანახავი და რამის ნახვა ღირს. მით უმეტეს ვინც ორთვლიანი ტრანსპორტით დადიხართ, თქვენთვის უფრო სასიამოვნოა გზებზე სიარული, ვიდრე ავტომობილით როცა მიდიხარ და ამიტომ შემოვიაროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, რა ვნახოთ, სად ვნახოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. ეხლა საწვავი მითავდება და აქ სადმე სოკარი თუ შემხვდება, კარგი იქნება. ცოტა ხანში გავჩერდები და Google Maps-ზე მოვძებნი სოკარის ბენზინ გასამართ სადგურს, რომ საწვავის ავზის შევავსო. ეხლა სად ვართ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მიმასწავლეს გზა, რომ წინ არის დაახლოებით 500-600 მეტრში ბენზინ გასამართ სადგურიო და
ნახოთ ეხლა სად არის, თორე ეხლა მიწერს 34 მილი დამრჩა საწვავი. ანუ 34 მილს გამატარებს კიდევ. ხუთას მეტრშიო და 500 მეტრი კი არა. ბევრად მეტი გავიარე და რაღაც არ ჩანს. საწვავი მჭირდება სასწრაფოდ. ეს რა არის? რაღაცა უცნაური ჯიში საწვავია. მე არ გვინდა რამე კარგი მოვძებნოთ. და გამოჩნდა ჩემი გადამრჩენელი სოკარი, მოვედით. გავავზირო თბილისამდე მშვიდად ვიარო მე. კიდევ კაი, ისე რამე ცივსაც დავლებ ბარემ. დავავსეთ საწვავი. მე მგონი დავითმა თავისი ბარათი საიღო. სოკარის ბარათი გახსენი? ჩამოვედი მეგობრებო, ჩამოვედი. დარბაზში მოვედი უკვე. გზაში ცოტა კი დავიღალე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და კაი გზა იყო. აბა მომავალ შეხვედრამდე დამიწერეთ კომენტარებში კიდე რომელ ქალაქს ესურვებდით რომ ვესტუმრო მოვინახულო, დავათვალიერო და გაგიზიაროთ ჩემი ემოციები. აბა დროებით.